მეგონი ორსულად ორიცივან ჩამუცელში რაღაცას გრძნობ ხო? ნუ მირტყავ მაგ ბავშვს დაანებეთ. რა ქვია, დოდოს ახლობელი როა ის ექიმბაში, იმან რომ ნაყენი დამიყენა. მე მგონი იმან იმოქმედა. კი. თუ მიდის ექიმებთან და ერთობა, მე კიდე სახშუზი ვარ და ვიტანჯე. აგილანი რა, სულ როგორ უნდა წუწუნებდე დამაგებინე რა. რამდენი გამოცდა გაქვს? რა ბევრი გაქვს ამეთადი? აუც, დედა ამბობს რა გამოცდა გაქვსო, მაგრამ მე 6-ემაც ვერ ვიხსენებ. ეხლა მომისმინეთ სამივე, მე ეხლავე გაფრთხილებთ. არ დაიწყოთ გილოცავთ კენჭის შეძენას და ეგეთი რაღაცებიო, ძალიან ცუდ ხასიათზე ვარ თქვენ. კარგი, ელენე, არ ცხენია რას ლაპარაკობ. როგორ ხარ მითხარი? როგორ ვარ კი არა, იმ ნაყენის გამო გამიჩნდა კენჭები. ექიმაშია, თუ ვიღაცა სადაც ვნახავ დავახრჩობ მაგას. ნიკა რა საკეთებ? ასოებს უყურებ და ვცდილობ მიხვდე საერთოდ რატო გამოიგონეს ადამიანებმა. აჰა, ესე იგი უკიდურესი გაზულუქების საათები დაწყებია. შენ ჩემს სიზარმაცეზე ნულაპარაკობ რა. რატო ვითომ რა, შენზე მეტი ზარმაცი ვარ თუ რა? ფაქენი გამოცხებზე რა შვები? რავი, არაფერს შენ? რამე? შენ ჩასაწყობი იქნება, მე რო ჩავიჭრები და. მომისმენს, საერთოდ ვერც ერთი გამოსვლა ვერ ჩააბარე? კი, ერთი დავწერე და ვერ შეაფასეს. არ მითხრა ეხლა ისე კარგად დაწერე რომ ვერ შეაფასეს. არა, მათემატიკის გამოსვლა იყო და მასწავლებელმა მითხრა მე ნახატებს ვერ შეგიფასებ. ისტორიაში რა ქენი? ისეთი პატარა შპარგალკა მქონდა რომ ვერ მიპოვეს. ძალიან კარგი. კიდევ კარგი იქ მაინც მოახერხე, ანუ დაწერე ხო? ვერა, ვერც მე ვერ მიპოვე და ვერ დავწერე. ალბათ შევეწე. ნიკა რა, არაფრის ღირსი არ ახარ, არაფრის ღირსი და არაფერი არ იცი საერთოდ რა. არაფერიც შენ ეგრე გონია თორე სინამდვილე შენ არ აკეთებ არაფერს. რამდენი ხანია ამბობ რომ უნდა დავიკლო და მე არაფერი. ერთ უფრო დამრგვალდი. შენ შეჭეთ ბურთს ვეღარ ვწყობ ფეხს. ვაშა არ იყოს თქო. ამას უყურე ერთი რა, ამას უყურე რა. გინდა დაგენიძლაო რა, აი შევეჯიბრო თუ გინდა მე და შენ, ვინ უფრო მალე დაიკლებს. გინდა? კარგი, ოღონდ ვინც დღეს უფრო მეც დაიკლებს. თორე მე შე რაღაცებს მატყუებ ხოლმე, მე აღარ მინდა. კი ბატონო, ეგრე იყოს, შევეჯიბროთ. შევეჯიბროთ. ოღონდ არ შევეძა, კარგად მომისმინე, ვინც უფრო მეც დაიკლებზეა ლაპარაკი. გასუქდებაზე კი არა. ხო, დაიკლებს, ხო, დაიკლებს და დაიკლებს. კი ბატონო, იყოს, დაიკლებს, ხო. ცოტა ფორას მოგცე. ცოტას კიდე. ნიკა, ამის მერე დავიწყო, ხო? რაზე დავნიზლობდით? რაზე და კაბაბზე. რა ღორი ხარ რა? შენ ხარ ღორი. რანაირად მელაპარაკებ, შენ წესიერ მელაპარაკე. უყურე ერთი ამას. ესე იგი ვიწყებთ, ხო? კი, ხო იცი შენ მე სწრაფად ხვდები და სწრაფად ვსუქდები. მაგას გახტომა არ ქოლა შევძეთ. საერთოდ რო ხდები, მე იმას ჩარეცხვა უნდა ხოლმე რა. შეუზრდელო ბავშვი. ვინ გასწავლე? აი ხო, აი ისა, პატა სხვა სახში საუნა და იქ დაჯექი და გახდები ცოტას. მაგრამ დღეს ეგ შენ არ გიშველის. პატა საუნა არ არის ეგ, საძინებელია. ისე გუშინ წინ კონდიციონერი ჩაურთე 42-ზე და პულტი დაუმალე. ნედა სად არის პულტი? შევძია, რაღაცას გეტყვი და არ გამიბრაზდე რა. კარგი მითხარი ხო?
შენ ჩემზე მერც ვერ დაიკლებ. რატო ვითომ, რატო? რატო და გუშინ სტადიონზე რო ვიყავით, შენ უკან ვიჯექი და გავკვირდებოდი. იმხელა ხარ ყო მარტო ორ მეკარეს ხედავდი. მიშალა! იყო რა, გასტება ნიკა გაჩერდი რა, იყო რა, ცოტა ჩუმად. ხო, ჩუმად ქვას წინავს და. დაიწყეს ახლა დილიდან. არა იცი რა მაინტერესებს? თქვენ არასდროს არ გგონებიათ რომ მორსულად ხარ და კენჭი არ დაგიბადავთ ბავშვის მაგივრად? რა? არა? ვაი. რანაირი დედა ხარ ეს რა? ორი შვილი გყავს, აქედან ერთი ვირი, მეორე კიდე ქვა. ანუ და გაგეუქმებინა შებზია ჭიპი რა. ლოგინის ყიდვა აღარ დაგჭირდებოდა. ჩაიწვედი იმ კენჭს პირდაპირ ჭიფში. აი, კაი ხუმრობა არ იყოს, ეს მოგცხებდი ერთი ორს რა. ისა, ელენე. რაო კენჭზე მან რა ქვია ილია? უფ, რა ვიცი, ლაშა, რო გაიზრდება, კენჭის ყრაზე წავიყვანოთო. მერე ქვაჭაპური ვაჩუქოთო. მერე ტელეფონი გადავდე როგორც ყოველთვის. კარგი ისეთ რა მითხარით, რამე საჭმელი თუ გინდა მითხარით და მალე გაგიკეთებთ, მე უნდა გავიდე. არა, ამშია. რა რთულია უკვე რა. სად მიდიხარ შენ, სად ადიხარ? სად მივდივარ და ჩემმა მეგობარმა მთხოვა, იქნებ ბავშვი დაიტოვო, რაღაც საქმეები მაქვს, ამაზე უარს როგორ ვეტყოდი, ხო და ილიას დაურეკე და მოვა და ერთად სადმე გავასეირნებთ. ხო. და მომიშვა, შენ რატო გიტოვებს, დამტოვებელი არ ყავს? ძიძას მანქანა დაეჯახა. უი, რას ლაპარაკ. და ბებია ან ბაბუა? ბებია და ბაბუა დაეჯახნენ ძიძას. და რომელი მეგობარია, რა ქვია? ნათია, ლაშა, ჩემი ერთადერთი მეგობარი, რომელიც არ ყვარებია. ნათია, ხო. ელენე, მე იმიტომ არ მეყვარდა, რომ ნათიას უყვარდი და მე თავს ვიფასებდი. შეხედე ნიკა, შეხედე, რანაირი დედა ყავს, ა? სხვის შვილებს ასეირნებს და საკუთარი კენჭი, რომელიც ორი თვე თირკმლით ატარა, დატოვა საბადყოფოში. აბა. წავედი მე ზემოთის. აი აქ იქნება ნამდვილად. მაგაც არ არის კაცო. აბა აქ ნახოთ. მაშინ აქ ნახოთ. კი რა, რასეც? კამერასთან მიკროფონს. რა? მოსასმენი აპარატურა ხომ არ დაგვიმონტაჟა კაცო. აი დაგვირებული ვარ. სახლში რამდენჯერაც ვახსენებ რომელიმე გემრიელი კერძის სახელს, ეგრევე შემოდის ლაშა. აი, მოდით ახლა. ძალიან გემრიელი ცეზარი გავაკეთე. მოდით. გამარჯობა მეზობლებო. მოდი მაშინ, დაჭიქი. ხო, აქეთ დავშენდე. კი ბატონო. ძალიან დიდი მადლობა. კარგად ბრძანდებოდეთ. შემოგივლით კიდე. ხო. კარგად. ესა ჩენი ცეზარი. სამაგიეროდ მოეწონა. მაგას ყველაფერი მოწონს კაცო. ბექუნა, ცეზარი ვერ მოასწარი, მაგრამ შოკოლადი და ბანანი მაინც ჭამე. გამოცდები გაქვს და შენს ტვინს წყვება სჭირდება. მეც მოჭამე რა შოკოლადი და ბანანი. შენს გამოცდები გაქვს კი რა? თელესფორობა გამოცდა არ არის მაგრამ. არა ესე მე მართლა უნდა ვჭამო, ხო იცი მე მშიერზე მუცელი მიბუყუყებს ხოლმე და ვინმე რამე რომ იკარნახოს ვერ გავიგებ. მამა 100 ლარს მომცე. ბერლინელი დიჯეი ჩამოდის 2 დღეში და რა ამბავი 100 ლარი. ფულის სასაცხებლად ჩამოდის თუ რა? კარგი ხო, მოგწევ. აი გულში რომ საფულედან 100 ლარი ამომაცალე და იმედი რომ გაქვს რომ დამოვიწყდება იმ 100 ლარის არსებობა რომ დახარჯო. აი ეს 100 ლარი იყოს შენი. აუ რა ჯიგარი ხარ მამა რა. წაიღე დედიკო ესე. მიქსერი. გაგიმარჯოს. ჩემი თეთრი მიქსერი.
კაი გამარჯობა შენი. ხო და ჩემი თეთრი მიქსერის ასაღებად მოვედი და სად არის დაგელოდებით არ მიჩქანება. არა პატა. შენი თეთრი მიქსერის ასაღებად 2 კვირის წინ შემოხვედი შენ. ეხლა იმისთვის მოხვედი, რომ გვითხრა რომ შენი მიქსერის ასაღებად მოხვედი და ჩვენ გითხრათ, რომ შენი მიქსერის ასაღებად 2 კვირის წინ იყავი მოსული. თავიდან მითხარი აბა. კარგი. უფრო მარტივად აგიხსნი. შენი მიქსერი უკვე წაიღე 2 კვირის წინ. ხო. და თუ ვერ იმახსოვრებ, ვისაც ათხოვებ და ვირას გიბრუნებს, ჯობია ჩაიწერო ხოლმე. რა თმინდა გია ჩაწერა? მე ზუსტად მახსოვს რომ ჩემი მიქსერი გათხოვი და თქვენ უკან არ დაგიბრუნებიათ. ბატა, შენ ისიც ზუსტად გახსოვდა რომ ეს ბინა არ გაგიყიდია და შენია. ხო, ეგ არ მახსოვდა ზუსტად რომ მახსოვდა, ხო. ნუ ყოველ შემთხვევაში მიქსერს რაც შეეხება ზუსტად მახსოვს რომ ჩემი თეთრი მიქსერი თქვენ წაიღეთ და მე უკან არ დაგიბრუნებდი და თუ შეიძლება დამიბრუნეთ მიქსერი ჩემი თეთრი, მიქსერი საყვარელი მიქსერი. იქნებ გაყიდე. გავყიდე? რას ლაპარაკობ გია? მე შეიძლება ყველაფერი გავყიდო. სახლი, მანქანა, მობილური, ავეჯი, სული, სამშობლოც კი, მაგრამ ჩემ თეთრ მიქსერს არასოდეს არ გავყიდე. და სხვათა შორის ისიც ზუსტად მასოს რომ იქონდათ მიქსერი დოდო მამიდან კითხა. რა ენაცხოვრებად მიქსერი თუ არა აქვთ? აი ეგრე იყო ზუსტად. მე გითხარით ისიც მახსოვს, გითხარით მე რომ გადიოდეთ, გითხარით რომ უკარო შემოიტანთ, არ გარესხოთ, კრემი უნდა გავლოკო ჯოხებიდან მეთქი. დაგიბრუნეთ, პატა, დაგიბრუნეთ. ისე რა თქინდა მიქსერი ნამცხვარი უნდა გამოაცხო? არა, ნამცხვარი უნდა გამოაცხო, უბრალოდ ჩემთან საძინებელში ხო ძალიან ცხელა. ხო და დავიღალე და ვიფიქრე ეს მიქსერის ჯოხებს ფრთებს გავუკეთებ, ცოტას გავგლინდები მეთქი, ხო ხტები. და მე კიდე დავიღალე ყოველდღიურად ამ ყურის ჭხირებით, ყურის გამოწვევით, ვიფიქრე ესე ბამბებს გავუკეთებ. ხო, მიქსერი 106 107 225 217 მე 12 შენ 10 მარა მაგრამ ფორმაში მარა. ისე სულ უკეთ გრძნობ თავს. ეხლა ეს ის ვარჯიშებს გავაკეთებ. ასე. აუ რა კაია. შენი წეკი და მე დილით 20 კალორია დავწვი. როგორ და გასროვანთებდი თითი დამიწოდა ქონებიც ხო დაადანა და ეგ არ მაწყობს. მეც უნდა დაგეწიო რამენაირად. ვიხტუნალებ. ამი რა იყო რა ხდება მიწის რა. რაშა შენ ხტუნაო? რა ხტუნავ მე? იგაში რატო არ ხტუნაო? მე არ მჭირდება ეს რო ხტუნავს მე ვზანზარებ და ვიკლებ. რა? მართლა? მოიცა შენ თუ ზანზარებ და იკლებ ეგრე არ მაწყო. რამ სხვა უნდა მოვიფიქრო. რა შეიძლება გავაკეთო? მე გეტყვი შენ როგორ სწრაფად ასჭამ ისე ჭამე და დაიკლებ. აი შენ რო ჭამ ხო ფლიანდები ხოლმე და. მართალია. ლაშა ვერ ხვდები რომ გატყუებს. ხვდები. აი ეხლა არ მინდა რომ დაიკლო თორე მოვიდოდი ერთ კარგ მაგრად მოგცხებდი რა. დავიწყო თუ გეზარება. აუ ელენე უთხარ წავიდეს ისწავლოს რა. ნიკა წადი ისწავლე. Yes! რა იყო ეს ძალიან გაგიხარდა რომ უნდა ისწავლო? არა, ასე კალორიებს ხო. ელენე არ მაწყობს ესე მართლა მომიგებს ეს და რა გავაკეთო ხა? მომისმენე. ნერვიულობიდან ხო შეიძლება რომ დაიკლო? კი. ხო, ინერვიულებ მაშინ. ინერვიული. რა ქვეყანა დაგვინგრიეს? ნატოში არ გვიღებენ? 20 ფინკანი ახლა. კარგი, მოდი ესე წვადი ესე რა. წრია რა. ოპა დაშებული კეთს ესე, გეყოფა, აღარ გინდა მეტი ნერვიულობა. არა ხო? ხო. არა, კარგი გამორჩა, მაგრამ მომისმენელი აბები ხო არსებობს? წონი გასაკლები აბები. კი, ლაშა, შენ ხო სვავდი ადრე. სვავდი? მე არ დავიკელი? არ გახსოვს, იმდენი დალია რომ პირიქით მოიმატე. ხო, მაშინ არ მინდა, აბები არ მინდა. ისე ვიხტუნავებ რა. ხო, კარგი ლაშა, გეყოფა, ძალიან გთხოვ. ჩვენ ოჯახის წევრები ვართ და როგორმე გაუძლებთ როგორმე, მაგრამ ნათია რომ მოვა, გეხოცები, აღარ იხტუნაო რა, ცოდუა, ბავშვია მაინც. ბავშვი მოიყოს რა. ხო, კი, კარგი. მე არ ვარ ბავშვი, მე არ ვარ ცოდო.
შენ რას წადი იმეცადი რაც მოდიოდი. წადი. უნდა ვჭამო. და რა უნდა ხარ? უნდა ვჭამო. შიო. ნიკა, შეჭამ და წააგე. ნიკა, შენ რა ლაშაზე მეტი რო დაიკლო. კი მინდა და მაგით ვჭამ. ეხლა რომ დაინახავს რომ მე ვჭამ და ის არა, ეცემა და ყველაფერს გადაჭამს. ელენა უთხარი არ ჭამოს, თორე წააგებს. ელენა მართლა ჭამს. წააგებ და ეგ იქნება რა. ელენა წააგებს უთხარი არ ჭამს. კარგი ნიკა, ახლა წააგებ, მე კი რატო ჭამლა. წააგებ. ველნე უთხარი არ ჭამს, თორე წააგებს. წააგებ ერთი გოგო. ისე ჩემი თეთრი საყვარელი მიქსერი იქ ავტომატურად თქვენ ხმას მაგონებდა იცით? რო ჩავთავდი ხომ ესეთი ხმა ქონდა. მოკლედ ჩემი თეთრი მიქსერი არ დაგიბრუნებიათ. რამდენჯერ უნდა გითხრათ, რომ დაგიბრუნეთ? აი, ხა ვერ გავიგე, კი, რამდენჯერ უნდა გითხრა. ის ანდაზა მაინც არ გახსოვს, ანდაზა არ გახსოვს, რომ მეზობელო კარისაო, რამეს რო წაიღებს საქმიდან დააბრუნა გამისაო. დაგიბრუნეთ მეთქი? ისე საერთოდაც რატომ ვითხოვეთ პაატასგან მიქსერი? იმიტომ რომ ჩვენი გადაიწვა. რატომ იყო გადამწვარი? იმიტომ რომ პაატას გავატანეთ და გადამწვარი დაგვიბრუნა. აი, ხო ხედავთ, მე ყველაფერს პატიოსთან გვაბრუნებ უკან, თქვენ კი არაფერს არ აბრუნებთ. დაგებრუნდეთ მიქსერი გეუბნებით. ისე რას ლაპარაკობ შენ? გადამწვარი იყო და იმიტომ დააბრუნეთ, რომ შენ ისე არაფერს არ აბრუნებ. ხო და ჩემზე იცის მაინც ხალხმა რომ არაფერს არ აბრუნებთ, თქვენზე იციან რომ ყველაფერს აბრუნებთ. თქვენ კი ამ დროს არაფერს არ აბრუნებთ, იტყაპუნებთ, თქვენ უნამუშოებოთ თქვენ. გითხარი დაბრუნდეთ ჩემი მიქსერი მეთქი. რა გინდა რა სამაგიეროს მიხდით, ხო? სამაგიეროს ის ჩემი მიქსერი გინდა დაიტოვოთ, ხო თქვენი რო გავაფუჭე, ხო დამიბრუნდეთ ჩემი მიქსერი გეუბნებით. ამის ღირსი ვარ მე თქვენ გაპაატა ფერაძე? ისი ღირსიცხაც შენ ახლა ისე ვერ მოგექცევი? სიცხვილია, მარინა არის აქ. ეხლა. ბატონო. ცოტა შეგვაწუხე. რას ლაპარაკობ ხალბატონმა და რითი შეგაწუხეთ? ის კედელი რო გამოვანგრე იმით? თუ ყოველ ღამე სპეციალურად თქვენ კარეთთან იმას უსმენ ხოლმე მუსიკა ძალიან ხმამაღლა იმით? თუ დაუპაჭირებლად შემოდივართ აქ რო ჯდები და ნერვს რო გიშლი იმით? ხა სიტყვებს ყურადღება არ მიექცევ, თავარია ინტონაცია. არა ხარ შენ ნორმალური რა. მე რო ნორმალური არა ვარ, ხო, კარგი, არა ვარ ნორმალური. შენ ხარ გია, ქურდი. ქურდი ხარ შენ. არ გაგიგიათ? აკლების ქურდი და მიქსერის ქურდი ორივე ქურდია. ქურდი ხარ გია შენ და იმასაც მივხვდი, ახლა იმასაც მივხვდი, ყოველ დღე ჩემი კაბინეტიდან იმას რა ქვია, ფანკას იმებს საშილებს ვინაცლის ხოლმე და ვის მიაქოლმე. ხო. შენ ახლა მარტა ხო არ გაგიჟდი, ა? ხო, კაი, დაწნარდი, რა ჭის, ხო, ვიფიქრე, ვინმე შეტენი მეთქი და ბარი. მოკლედ არ გაქვს ჩემი მიქსერი, ხო? არა, პაატა, რამდენჯერ უნდა გითხრათ? არა გვაქვს, გამოგიტანე. მე რა განერვიულობთ, მე წავალ და სახში მოვძებნი რა იყო რა. რა? სახში არ მოგიძებნია? აბა ჩვენ რატო აგვიტეხე ამ ხლამბავი? ეხა ესე რო არ მოგწეულიყავდი ისე მეკითხა ვიფიქრე დამიმალავენ თქო და მე ეხა. მე გავიგე, მაინც შევამოწმე და კარგი, და არ არის მუარი, კაი, წავედი ხო? კარგი, წავედი. და მაინც ყოველი შემთხვევისთვის თუ თქვენთან არის ჩემი თეთრი საყვარელი მიქსერი, როგორც კი რამის გაკეთებას დაიწყეთ, თქვენა გეჭერა ჩაგიბატეთ ის ბისკვიტები, აჰა! ეს ბიჭი ვერ არის ჯანზე ვამბობ მე. წავალ ტელევიზორს უყურებ. ამცხაც გამოვაცხო. ჩუმათი ხარ. ჩუმათკა. მარი. ბატონო. რა ვიჭერავს ხო? აი მე პაატას მიქსერი. მე გია რა ვქნათ ახლა? ავნავნათ, ამოდა დავუბრუნოთ რა. არა, ახლა რა დავუბრუნოთ? გვეტყვის რომ არ შეგუნსულიყავი და ამ ხელ ამბავი არ ამეთეხავო, შეიწყაბუნებდით მაგ ჩემ მიქსერსო.
აი მე მოვიფიქრე. იცი ერთ-ერთმა ჩვენგანმა მაგის სახში უნდა შეიტანოს ეგ მიქსერი და სადმე უნდა დაუდოს ის რომ ის ვერაფერს ვერ მოხდეს. მე ვერ შევუტან. რატო? მოგი ქალი ვარ და იმიტომ. მე კაცი ვარ და სასიკვდილოდ განცერული კაცი ვარ. კარგი ხო, მე შევუტან. ისე სხვადასხვა მარნა რომ იცოდე? ადრე ქართველი კაცები რომ მიდიოდნენ ხოლმე ომში, ქართველი ქალები ამაგაცის ტანსტასმოში გადაცმულნი უკან მიხვებოდნენ და მათ გვერდზე ხარდამხარ იბრძოდნენ. კაი, წამოვალ და მოგეხმარები. წამოხვალ და მოგეხმარები. კარგი, ნათია იქნება, მე გავახე. აი ჩვენს მოვედით. გამარჯობა. კარგად გამარჯობა ბიჭებო. გამარჯობა. საყარელია. მე ძალიან მერდება თქვენ რო გიტოვეთ, მაგრამ რა ვქნა? ყველანაირად ვესწრები რაც შეიძლება მალე დავბრუნდე, ხო? არა, არი ნერვიულ, რამდენ ხანსაც გინდა, იმდენ ხანს დაგვიტოვოთ. თან მე დალაშას ძალიან გვიყვარს ბავშვები. გამარჯობა კიდევ ერთხელ ნათია. გამარჯობა. ის ვინ არის რა საყვარი? გონი მოეწონე ვაშა. ო, გონია რომ ძუძუ უნდა მოაწოს. იეჭვიან ამას რომ მოვეფერე და ამას არა. ახლა მოვეფერე იმას. მე წავედი. აი ეგ არის საჭმელი და სხვა ნივთები და ვიხედე, აი. კი, კარგი, არი ნერვიულო არაფერზე. კარგად იყავ, მალე მოვალ მე. სუსაცემი რა. მოდი ახლა აქ დავსხდეთ ჩვენ. ესე? დავჭდე. უი, ეს ბავშვი საჭმელი ელინე. ვაშა, ბავშვის საჭმელიაო, ვერ გაიგე? არ შეჭამო. რა უნდა შევჭამო ელენე, რას მელაპარაკები ახლა ბავშვი ხო არა ვარ. ვაშა, დაიფიცე რომ არ შეჭამო. კარგი ელენე, რა თქმა უნდა, ახლა მას დაფიცება. ისი ამას ცოტა ესე წიწაკა და კამა კარგად. ო, კარგი რა ლაში, ჭამი. რა კარგი რა, სადა გვაქვს წიწაკა და კამა. წამო ჩვენ ზემოთ ავიდე. კარგი, ავიტანე. აბა, ხო, კარგად. გემრიელი რაღაცა არ მიჭამბე ჩემ ცხოვრებაში. იცი რა გემრიელი რა? გამოდი ეხლა რომ გეუბნები. გამოდი. უყურე. შემოვედით ბაღში, არ დაგჭირდა საშვი, მოვიყვანეთ ბავშვი, აჭიკჭიკდა შაშვი. ილია, ლექსი დაწერე? არ უბრალოდ გამახსენდა. აკაკი დონაძის ლექსი. ისი? აკაკი დონაძის. აუ ილია, წარმოიდგინე რა მაგარი იქნება ჩვენც რო შვილები გვეყოლებო. აბა, ვერც კი წარმოვიდგინე შვილი. მოდი ჩვენ ხო ყავს შვილი, როგორ წავწერ? ხო. ჩვენ საერთო შვილს დავარქვათ იური. იური? კარგი ილია, რანაირი სახელია იური? გოდერძის აჯობია? გოდერძის? აბა მეორე ვარიანტი გოდერძი მქონდა. კარგი ილია, მე ვილაპარაკოთ მაგაზე ჯერ ორსულადაც. აი ილია, ნახე რა საყვარლად მიბაჯბაჯებ. რა საყვარლად ავიდა კიბეებზე შეხედე. ნახე რა საყვარლად მივიდა იმ ბიჭთან. რა საყვარლად კრახელი. საყვარლად დააგორა. ჰა? ილია, აი შეგიხალე მე მივხედა ვიყავ. დაწნამდი არაფერი არ მოვიდა, გადარჩა. აი, ილია, ეს ყვავილი მე მომიტანე. ეს ყვავილი? ეს ყვავილი ბავშვს გამოვაძრე ცხვირიდან. ილია, მე მგონი აგრილდა არ წავიდეთ? წავიდეთ, ბავშვი არ გაცილდეს. ანა, მოდი ჩვენთან, მოდი. ანა. ილია, ვერ შენ? რაღაც ძალიან გვანან ერთმანეთს და მოიცა მე ვიცი რაც უნდა ვქნა. შენ რა ქვია? ანა.
ქვია? ანა. ის ერთნაირ სახელებს რომ არ ქვევებს ბავშვებს. ეხაც არ გინდა რომ იური დავარქვათ ჩვენ შვილს. მოიცადე. ბავშვებაო, ჩვენთან ერთად რომელიც იყო ის გამოგხოს. აბა გამოგხევთ. რა არის ილია, ეს სულელები არიან ეს ბავშვები, არ უნდა ახსოვდეთ. ვიცი რა ვქნათ, თორემ მე ვიცი რაც უნდა ვქნათ. დასუნეთ. სუნით როგორ გავიგო ელენე რას ლაპარაკობ? მაწონი რო ვაჭამე მე მგონი ამჟავებული იყო. მოდი ჩემთან აბა მოდი აბა. და ეს არ იყოს. ვაიმე როგორ დამძიმებულა. დამძიმებულა კი არა ჩაისვარა. ილია. მოვიფიქრე. ის არიოლი და რეშკა ავავდეთ, მოდი. აი, მოიცა რა დროს არიოლი და რეშკა. მე ვიცი. აბა, ჯეირანი ვითამაშოთ. მიდი. ჯეირანი. შემოდი. კი ასადავდოთ. მაგიდასად. არა, მაგიდაზე მიხვდება რომ ჩვენ შემოვიტანეთ. ას მიხვდება, პაატაა ეს. პაატა კი არის, მაგრამ ეგეთი პაატაც არ არის რომ ვერ მიხვდეს. კარგი, მაშინ სადმე აი მოდი, აი ამ ცენეს გვერდით დავდოთ. ეხლა აქ ძებნას ნამდვილად არ დაუწყებს, ხო? და მე რა ნახავს, იფიქრებს რომ ახლა შემთხვევით შეუვარდა და იგაზია. ხო, კარგი აზრია, იცი, გამომართვით დადეობა. კაცო არ ვიცი, კიდევ ერთხელ გამარჯობა მეზობლი, ხო მოწიდი. გასაგები რა? არაფერი თეთრ მიქსერს ვეძებ მეთქი, ხო გითხარი, აქ ვინახავდი და არ არის აქაც არის. რას მალავსობს უკან? მე პაატა. ხო, კარგი, დაწნადე, აი, ყველას ესევე უნდა ვინ შემოდის ხოლმე. ეს პაატა გასაგები. ეს რა არის? ესენი? ხო. ეს არის რა ქვია. ხო, ეს არის ვუდუს თოჯინები. ეს თქვენ ხართ სხვათა შორის კალბატრომარინა, კი? ხო. ხო, აი შენ ხარ გია. ეხლა რა ხდება? ვიფიქრეთ მე და დოდო მამიდან. თუ ჩვენი თეთრი მიქსერი მართლა გიასთან და მარინასთან არისო, მოდი ჯადო გავუკეთოთო. ხო ხტებით? ჯადო და ესე ვაწამოთო. ნე ვაწამოთო. აი ესე ხო ხტები რა. აი ესე ხო. მოიცა ეხლა ეს თეთრი მიქსერი მართლა ჩვენთან რო იყოს, მე რა სიზამდი? თობს გესვრი. ეხლა ხომ ხო? ეხლა კი, მაგრამ მართლა თქვენთან რო იყოს მე არ ვიცი რას ვისავდი. ვაჰ, კაცო. არ ვიცი რა მთელი ღია დავიტანჯე რა. ესე იგი აქ ხო ნახე არ არის. სააბაზანოში შევედი, იქაც ნახე არც იქ არ არის. არ ვიცი ერთი საძინებელში უნდა შევიდე. საძინებელში უნდა შევიდე. აჯერდა ძალიან ცხელა ხო ხტები კალბატონ მარინა ძალიან მაგრად ცხელა და ეს და სხვათა შორის უნდა გამოცვალო ეს რა. აღარ შემიძლია ეს ფერები უკეთყოფა ძალიან ზედმეტად თბილი ფერები მომივიდა და იმიტომ ცხელა და შევალეთ იქაც. მე გიას დავმაყოთ ეს მიქსერი. არა, ისე რა თუნდა ამას მიქსერი, რა ვიცი, მე ალბათ ტვინს ითქვებს ხოლმე, ფორმიდან რომ მომარდეს. სადამალოთ და სადმე უნდა დავდოთ ეხლა. ოღონდ ისე უნდა დავმალოთ, რომ იპოვოს რა, თორე თუ ვერ იპოვოს, ისე ჩვენ მოგვადგება მე. საწავლა. იპოვება და მიქსერი? არა, მიქსერი ვერა, მაგრამ კარადაში ვიპოვე შემწვარი ვაშლი. კარადაში ხავს შემწვარ ვაშლს? ხო გითხარი, გია ცხელა მეთქი საძინებაში და შეიწვა ეხლა რა გინდა? მადლობა. არა, მადლობა. ყავას ხო სვავთ? კი, სვავ. ხო, არ დალიოთ. ძალიან ცუდია ჯანმრთელობისთვის. ერთი ეს გია მომაწოდე ერთი ბალიში რა ხო ხდება. დავიჯდე რა ბილად მიყვაში ნომერა. რა ბალიში გასო რა. ბალიში მომაწოდე დავიჯდე. ბილად მინდა რომ დავიჯდე. მოდი აი კათას ჩამიჭექნე ეს. ხო, აი ყურა პრობლემა, კაი. მოიცა მართლა ხო, გისმენება? პაატა, თუ შეიძლება წყალი მომიტანე. წყალი, კი ბატონო, წყალი რა თქმა უნდა, ეხლა ვე. რამე უფრო რთული უთხარი, უფრო მეტი დრო დასჭირდეს რა. პაატა, წყალი აღარ მინდა და თუ არ შეწუხდები, ტოლმა მომიტანე. კი ბატონო. ეხლა ეს ახლა დავთვალე. არ შემიძლია. აი ხაბატონმა კონტროლაინები. ვაიმე, რა საყვარლები ხართ. მარინა, დაართე ეხლა ეს და მე დავმალავ რამენაირად. ой, პაატა. ბატონო. გინდა ვიცეკო. ვიცეკოთ? ხო, ჩართე მუსიკა. აბა რა უნდა ვქნათ, ბატონო მარინა, და ვიცეკოთ. აბა რა უნდა ვქნათ, ოპან Gangnam Style. Gangnam Style. Op.
სიღარ პირველად ფოტოს რაც ესეთი მოუხდენ დიდი მარტო 저기 여자 점잖아 მოვედით ილია ნიკა და ლაშა მგონი უკვე ჭამაში ეჯიბრებიან ერთმანეთს ჭამაში თუ პირში რაღაცების ჩატენვაში თუ ეს ჭამაა მოდი აბა ლაშა ვინ მოიგონი ძლავი საერთოდ არ მაინტერესებს ასე ლაპარაკო ელენ ნახე ერთი მე მგონი საერთოდ არის გამხდარი არა გამხდარი არა ის მომისმინეთ მე გარეგნულად ამარ ასეთი შუქარი თორემ რა ტანწერწე და შინაგანი სამყარო მაქვს იცით თქვენ ხო თანათა შევეგუე უკვე შევეგუე რომ ვერ ხვდები ხო და თან კიდე მე და ნიკას დაგვავიწყდა თავიდან სანამ დავინძლავდებოდით რომ წონა დაგვეფიქსირებინა საწყისი წონა და მე როგორ გავიგებდით ახლა ვინ მოიგო და ვინ წააგო ხო და დღეს სულ ტყუილად დავიკელი და ბაშა შენ არაფერს არ იკლებდა ეგრე როგორ დაიკლება ლაშქარად უკეთესი რამისთვის არ მქონდეს დაკავებული გაგცემდი პასუხს მაგრამ იცი პატარა მოეწონა გასეირნება კი ძალიან ხო პატარა წამიდი ხარ მოდი ჩემთან მოდი ლაშქარად ეთყობა ჰაერის სეირნობა თამაში იუმორის კასკადი ხო ელენე რა ეხლა ეს მეჩვენება თუ ეს ის ბავშვი არა რომელიც დღეს სახლიდან გაიყვანე შენ რებს ბოდიალობ ლაშაშენ რებს ბოდიალობ შენ ეთყობა საჭმელმა გონება ისე გადაგიკეტა რომ ტვინს ჰაერი არ მიეწოდება არა ელენე არ რას ლაპარაკობ მართლა გეუბნები თან სხვანაირი ბავშვია აშკარა სხვა ბავშვია თან კიდე ზედა სხვა ეცვა სხვა კი ვაიმე ილია დავიღუპეთ ვაიმე გამაგიჟებთ თქვენ მე რა გამაგიჟებთ გადამიყვან ჭკუიდან რანაირად შეგეჭალათ ბავშვი გამაგებინეთ ანის ბავშვი რანაირად დაკარგეთ რა კარგი რა ლაშა კარგი 1000 ჯერ აგიხსენ ძალიან გავდა ის ორი ბავშვი ერთმანეთს და მე და ელენემ გადავწყვიტეთ რაღაცნაირად რომ ეს იქნებოდა და წამოვიყვანეთ თამაც 1000 ჯერ გითხარი სამოგიერად 10 ლარიანი ვიპოვე რა სულ გადაირიეთ თქვენ რას ლაპარაკობთ რა გამაგიჟებთ თქვენ მე და კიდევ კარგი რომ დროზე დავრეკეთ საპატრულოში და დროზე მონახეთ ის ბავშვი და მოყავთ უკვე აქ რა ოჯახია გავგიჟდები რა ოჯახი კარგი დაწნავდი ვაშა რა მოგივიდა არაუშავს ხდება ხოლმე რა მოხდა მე არაუშავს შემეშალა სამაგიეროდ პატრული მოვა იმ ბავშვს მოიყვანს ნათიას თავის ბავშვს გავატანს და ვერავინ ვერაფერს ვერ გაიგებს მორჩა ყველაფერი კარგად იქნება გავგიჟდები რა ხდება ხოლმე ხო რა ხდება დაიძინა კარგი მოდი მოდი მილი ეს როგორ დაგვემართა ეს გადაგვემართა არაუშავს დაჯექი ხდება ხოლმე არაუშავს რა ხდება ხოლმე კაცო რა ხდება ხოლმე ესე მომისმინე ელენე მომისმინე ახლა ნათია იცის ეს ყველაფერი არა არ იცის რომ მოვა მე აუხსნი რომ მოვა მე აუხსნი ხო და რას დაიბარე ახლა ეს ადამიანი ახლა სანამ პატრული მოიყვანს იმავს მანამდე რომ მოვიდეს მე რა უნდა ვქნათ რა უნდა უთხრათ ნათიას მოიცა ერთი წუთი მოიცა ესე იგი ნახე რა ხდება ნათია რომ მოვა თუ იცნობს რომ მაგის ბავშვი არ არის არ წაიყვანს თუ ვერ იცნობს მაშინ ჩვენ არ გავატანოთ არა ისე რა დედა არის თუ ვერ იცნობს რა გამაგიჟებთ თქვენ მე რა გამაგო ქართული იუმორის ფლაგმანი ფორმაშია რა ელენე მომისმინე ასეთივე ლოგიკით ხო შეიძლება და თავის დროზე ნიკა აგრეოდა კარგი ლაშა რებს ბოდიალობ შენ ნიკა დაჯექი არ ზურგ გვიანია ეხლა გვიანია უკვე დიდია მოჩა ისე ნათია თუ მოვიდა ვეთყვით რომ არ ინერვიულო ცოტა ხანში გადავცვლით თან ჩეკიც არა გვაქვს გადაგდებული ხო ანა ჩეკი აი იუმორი რა რო აიტეხებ ხოლმე რაღაცებს იცულელეებს იცი რა აი სულთრულად ნერვიულობთ ეხლა სულთრულად დაწმადა არაფერი არ არის ანერვიულო კარგი რა ორი ადამიანი ვერ მიხვდით და აგვერია ის ბავშვი და ხე ერთი რას მიხვდება ილია ის ერთი დედაა და ჩვენ შტერები პატრულია ბავშვი მოიყვანა ნათია. პატრონზე ადრე მოვიდა რა ვქნა? რაღაცა მოიცა გამახსენდა ის გამოთქმა რო არის ცნობილი. ის ექცემ დედაშენმა ვერ გიცნოს ეგ რო გავაკეთოთ. ეს გიჟი შენ მოიფიქრე მაშინ მე თუ მე რა მოიფიქრო მე ანერვიულებული ვარ არ ვიცი რა უნდა ნიკა რო გავატანოთ კარგი რა ახლა თუ მაინდა-მაინც გაჯიუტე ის კენჭით დავთმოთ ახლა რა ვქნა კენჭი არა ეს კენჭი აი იუმორი ხომ არა გიჟია ეს გიჟი მიდი გააგარ მოიფიქრე მე გააგეჰა და რაღაცა რა ვიცი
მოგზანდი. დაჯექი ნათია. როგორც კი დამირეკე, მაშინ უნდა გამოვარდი. რამე ხდება? არაფერი არა. როგორ არის? კარგად, ძალიან კარგად. გზაში. თორე ვიფიქრე, ისეთი სახეები გაქვთ, მგონი ბავშვი დაკარგეს თქო. ეთი რა არის, თავარია რომ შენა გაქვს ისეთი სახე რომ მამის არ გჯერა. არაფერი, ჯერ არაფერი. ძალიან ხوار გაგაწვალეთ. როგორ იქცეოდა? არ იქცეოდა. ის არ ვიცი, მეორე კარგად. სხვა შორს ძალიან კარგი ბავშვია, წყნარი, ძალიან კარგი კი. ელენე, მოდი გამოიყვანე და წავალთ ხო ჩვენ ბარემ. ნუ იცი, რა მაინტერესებს იცი სანამ ელენე ბავშვს გამოიყვანს. ეს შენი შვილი ნათია, შენ უფრო გავს თუ მამას? მე? წარმოგიდგენია დღეს თუ მამისკენ წავიდა. კი. უცნაურად ლაპარაკობთ. მიდი გამოიყვანე და წავალთ. გამოვიყვანე ხო? რა ხალანიშლის? კარგი გამოვიყვანე. ნათია, მე როიცოდა ეს ბავშვები ისე მალე იცვლებიან, ისე მალე იცვლებიან რაღაცა. სადა ხელშუა. ხო. კი. ო, შენ გამოვიტანე. მოდი. ეხლავე აგიხსნი ყველაფერს. ელენე, რა ხდება? ეს ჩემი ბავშვი არ არის. არ გავს ხო? ხო. იმდენ სტიროდა, იმდენ იტირა, იმდენ იტირა რომ სანამ პლასტიკური ოპერაცია არ გაუკეთეთ არ გაჩვენეთ. კარგი რა ლაშა, რეებს ბოდიალო. ამიხსენი და გამაგებინე წესრიგად რა ხდება? ეს ჩემი შვილი არ არის. მართლა? დაბარატო დაგვიტოვე მოუვარეო. ნათია, მომისვინე აი ამ სკამზე დაჯექი და მე ყველაფერს აგიხსნი. ოღონდ შენ დაჯექი. დაჯექი. წარმოგიდგენია? იდიოტი ეს რა მითხრა, გაიგონე? შენ დედობისთვის მზად არ ხარო, გაიგონე? მართალია მე ელენე, შენ ბაღის გამგეობა უფრო მოგიხდება. დაწნარდი ელენე არა უშავს რა მოხდა? ღმერთს მადლობა რომ ყველაფერი კარგად დამთავრდა და ორივე ბავშვი თავის დედასთან არის არა უშავს სადაც. ხო ილია, კარგია, მაგრამ მაინც მეშლება ნერვები. არა ძალით ხო არ მინდოდა არა? ეს იდიოტკა კიდე რეებს მეუბნება. დედობისთვის მზად არ ხარო და მაგიტომაც არ გიჩნდება შვილიო. კარგი ელენე, რას უსმენ მაგას, რას უსმენ? შენ ხომ იცი რომ შენ ყველა დარწმუნებული ვართ იმაში რომ შენ უბრალოდ რაღაც საშინელება გჭირს და იმიტომ ვერაჩენ შვილს. ოკაი, ვიხუმრე რას მიყოლებთ ეგრე, ა? ხო. არა, მაინც წარმოგიდგენია. აი დედა რა არის მაინც? როგორ მიხვდა იმ წუთში? აი რა დედა რა არის მაინც, არა? დედა კი არა შენ ახარ გავს. საწავიდა კაცო, საძინებელში არ არის. აქ არ არის, სააბაზანოში არ არის. ესე იგი არ არის რა. ანუ რა გამოდის, რომ ესე იგი თქვენ შეიტყაპუნეთ ჩემი თეთრი მიქსერი, ხო? ესე იგი თქვენ შეიტყაპუნეთ ჩემი თეთრი მიქსერი? კარგი, ნახოთ. აბა ქავატონო მარინეთი, რა სიტყვი როგორია, ჰა? აბა გია. რა თუ რა არის? კივილებს გაჩვენებ შენ რომ შეიტყაპუნეთ ჩემი მიქსერი ეხლა უნდა ავდგე და უნდა გატყაპუნოთ საკეჯიგით ორივე აი ეს უნდა გატყაპუნოთ ორივე როგორ ჩემი მიქსერი და მოდით ან შენ არ დამიმთავრებია მოდით ან აი მე ჩემი მიქსერი აი საკა ავტომატო გია აუქნა ისე უხერხულად გამომივიდა და ის კაი მოდი წამოწექით აქ დაისვენეთ ცოტა შიშეთ მიდი გია მეუღლეა მაინც მე არ გიყურებთ მე
არი კაცო, ბატა გიყურე, ის ხოდი აღია. მაგრამ რა ვქნე ხა? რა ვქნე ხა, როგორ გამოვიწყიდო ეს დანაშაული? რას ვიზავდა? ავდგები შეუტანი მათ გიას და მარინას, დავმალავი იქ და ისინი იფიქრებენ, რომ ჩვენ მართლა ჩვენთან იყო და მე აღარ ეწყინება ჩემთან არაფერი. რა ჭკვიანი ვარ, რა იტეხე, ვერ ნახე, რატო ვერ გავიგე, რა ჭკვიანი? მაგარი ტიპები ხარ.